მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენას მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი 23-29 მარტის შვალეთში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე უპირატესკოლისა რადანაცებია მოსალოდნელი ამ პერიოდში ზოდიაქოს ნიშანთათვის მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი კვლავ საუბრობ თქვენთან სწორედ ამ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და პირველ რიგში ავუშვათ რომ დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველში რაც უდაოდ კარგია ეს ხელს უწყობს უფრო მეტად ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, უფრო მეტად იდეების რეალიზაციას, უფრო მეტ კომუნიკაციას, გზავრობას, მოგზაურობას და სხვა წარმატებულ მოქმედებებს, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია. რაც შეეხება ახლა უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ისინი ციგნობენ რასოკვირველი ამ დადებით ტენდენციებს, მათ შორის ვერძი. ვერძე გაითვალისწინეთ, რომ ახლა თქვენი დროა. ამზე უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტად აქტიურად იმოძრავეთ, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები ადამიანებთან საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, ინიციატივა, სადაც საჭიროა გამოავლოთ ლიდერული ორგანიზებული თვისებები, საკმაოდ დინამიური ტენდენციების პერიოდი, ახალი ადამიანები, ახალი ნაცნობობა და აქ უშუალოდ ისიც რომ ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანი რაღაცებს დაგპირდეთ, მაგრამ შემდგომ არ შეასრულოს. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით ეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუმცა მთლიანობაში კარგი პერიოდი, გინდათ საოჯახო პრობლემები იყოს, გინდათ სხვა სახის ბიზნესთან სამზარეულო ყველაფერს, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგად წარმართავთ და გაქვთ საშუალება რომ იმოგზაუროთ კიდეც და ყველა მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო დასამახსოვრებელი პერიოდია, დიდხანს ველოდით, ეხლა თქვენი დროა და ამიტომ რაც შეიძლება აქტიურად უნდა იმოქმედოთ, რათა ეს პოზიტიური შანსები ამ კვირისა მაქსიმალურად გამოიყენოთ და იყოთ წარმატებულები. ეს კარგია თქვენთვის 23, 28 რიცხვი მარტისა და ეს დღეები თავისთავად და არ ვარ 25 მარტის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავებებს, ჯერ კიდევ მოდი ესე ვთქვათ, ენერგოტონუსი მას მაღალია. ამიტომ ეს ხელს უწყობს წარმატებებს, მათ შორის მაგეთ კარგია სწავლისთვის პერიოდი, ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებების წარმოებისათვის, ხოჭის საზოგადოების ფართო ფენის წინაშე შეიძლება წარმატებულად გამოხვიდეთ და აღმაღლოთ თქვენი პოპულარობა. ამავდროულად აღვნიშნეთ, რომ შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. რამე შეიძლება ახალი პერსპექტივები გააჩინოს კიდეც თქვენს ცხოვრებაში. ახლა შემდეგი კვირა, მინდა გითხრათ, ცოტა უფრო რთულია. ამიტომ ეცადეთ, რომ ამ კვირაში მაქსიმალურად იდეების რეალიზაცია გინდათ თუ რაღაც სხვა მნიშვნელოვანი იდეები, პროექტები, შესაძლებლობები, კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, ეს ყველაფერი ახლა გამოიყენოთ უკვე. მაქსიმალურად და ეცადოთ, რომ რეალიზაცია მისცეთ თქვენს იდეებს სწორედ ამ პერიოდში, რომ შემდეგ უფრო რთულ პერიოდში უბრალოდ შვიდად იგრძნოთ თავი. რაც შეეხება რიცხვებს 26 მარტი არის ყველაზე კარგი დღე და 24-28 მარტის დღეები ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავებებს, ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მატულობს, გაცილებით უფრო მეტად მოიმატებს თვითრწმენა, აქტიური მოქმედების უნარი, ინტუიცია გაიზრდება, რომელზეც დაყრდნობით სწორად ჩვენს აკეთებ და სწორ ნაბიჯებს გავთ, მეგობართა კოლეგათა მხრიდან დახმარების ტენდენციაც მოიმატებს და ეს ის პერიოდია, როდესაც ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ იგნორირება ეცადეთ არ მოახდინოთ ზოგიერთი საინტერესო იდეებს. შეიძლება სარეფორმატორული იყოს ეს იდეა, მაგრამ მაინც ამის იგნორირება არ ღირს. პირიქით, ეს მე შეიძლება საკმაოდ წარმატების მომტანი აღმოჩნდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ორიგინალური და ძალიან საინტერესო გადაწყვეტას არაერთი პრობლემისა. ამასთან ერთად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, ხოჭის კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რომელიც ამ შემთხვევაში ასევე სწორ რჩევებს მოგცევენ. დაუნიშნოთ ისიც, რომ პერიოდი ხელს უწყობს როგორც კარიერულ განვითარებას, ასევე რეფორმებს თქვენს ცხოვრებაში, ახალი მეთოდოლოგიები, ახალი ურთიერთობები, შეიძლება ახალი მეგობრული წრეც კი შეიქმნას, ინტერნეტთან აქტიური კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს თქვენს შემდგომ წინსვლას, განვითარებას და თქვენთვის მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაციის მიღებას. ყველაზე კარგია თქვენთვის 23-29 მარტის დღეები ეს რიცხვები და არ ვარ 25 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე კირჩხიბებს უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ ეს კვირა საკმაოდ კარგია თქვენთვის.
შეიძლება პოზიტიური ცვლილებები მოხდეს საქმეებში, ასევე შეიძლება ახალი პერსპექტივები გამოვლინდეს, მეტი თავისუფლება მოგეცეთ თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი, თუმცა შეიძლება დავუშვათ წინასწარ განუსაზღვრელი მივლინების ან მოგზაურობის წინაშე აგვისტეთ, შეიძლება ხელმძღვანელობა შეიცვალოს უცებ, ამისთვისაც უნდა იყოთ მზად, თუმცა მთლიანობაში თქვენი პოპულარობა აქ საკმაოდ მაღალია. ეს ის პერიოდია, როდესაც ინტუიცია საკმაოდ გრადია, რომელზეც დაყრდნობით სწორად ჩვენს აკეთებთ და ამასთან ერთად ხელს გვაქვს ეს პერიოდი თქვენს პროფესიონალიზმის ზრდას და კარიერულ განვითარებას. Ყველას კარგია თქვენთვის 26 რიცხვი მარტისა და 24-28 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომი აშკარად იგრძნობს, რომ ნელ-ნელა ემატება ენერგია. ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ამასთან ერთად ლიდერი, ხელმძღვანელი ენთუზიაზმიც მატულობს, ოპტიმიზმიც მის ხასიათში და უფრო დინამიური ხდება, შეიძლება ესე ითქვას. ამავდროულად შეიძლება იგი აღმოჩნდეს ახალი საქმეების, ახალი ურთიერთობების პერსპექტივების წინაშე. თუმცა აღნიშნოთ, რომ ფინანსურ სფეროს რაც შეეხება, აი აქ აღნიშნოთ, რომ ფრთხილად არის საჭირო ურთიერთობა რაღაც ფინანსურ ბიზნეს საქმეებში, რაღაც ფინანსებთან დაკავშირებულ ხარჯში, იმიტომ რომ აქ შეცდომის ტენდენცია არის მაინც მაღალი. და შეიძლება ისეთი რაღაც იდეა ან ისეთი პერსპექტივა ან წინადადება მიიღოთ, რომელიც ფინანსურად ერთის მხრივ შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი, მაგრამ მერე აღმოჩნდება წამგებიანი. ამიტომ ამ თვალსაზრისით 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპის გამოყენება იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა პერიოდი კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, შეიძლება უცხოეთში საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ერთობლივი პარტნიორი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, უცხოეთში მივლინება, უცხოეთში სწავლა იქნება ფრიად პერსპექტიული და სასიკეთო და დასამახსოვრებელი. ყველას კარგია თქვენთვის 24-29 მარტის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 27 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო აღნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ თუ რაღაც იყო გაუგებრობები პარტნიორებთან და უშუალოდ კოლეგებთან, ეს ყველაფერი ადვილად მოგვარდება, პრობლემებიც ადვილად გადაწყდება და ამასთან ერთად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ მაინც დარჩებით თქვენ ნაზრზე და მაინც გეჩვენებათ, რომ პარტნიორები ცდებიან. ეს ტენდენცია მაინც იქნება. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ შეიძლება სამნიშნავო საქმეებში და საკითხებში და მოვლენებში იყო ჩართული და ახალი ვალდებულებების წინაშეც კი აღმოჩნდა. თავარი არის რა, რომ ამ პერიოდში ენასკველი დააჭიროთ, საიდუმლოდ დაიცვათ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენი გეგმების, პრიორიტეტების შესახებ, მაშინ გაცილებით უკეთესად წარიმართება ყველაფერი. ყველას კარგია თქვენთვის 25 რიცხვი მარტისა და ეს დღეს და არ ვარგა 23-28 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. სასწორებო პრინციპებისა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდი კარგია თქვენთვის ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი ხდებით და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის ობისას კომფორტს უფრო მეტად იგრძნობთ. ეს პერიოდია, რომელიც მასტიმულირებელია საქმეების შემდგომი განვითარებისათვის. და აქ მათ შორის როგორც ლიდერული, ასევე ტენდენციები, ასევე ორგანიზატორული საკმაოდ კარგად წარმოჩნდება თქვენში. ეს ის პერიოდია, როდესაც პარტნიორებთან გრძნობთ რაღაც ერთიანობას, შინაგან ერთიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის აი პარტნიორული გინდათ ბიზნეს, საქმიანი ურთიერთობა, გინდათ პირადი სასწავლო ურთიერთობა, რაც უფრო მეტად იქნება მდგრადი, ჰარმონიული, მით უფრო მეტად თქვენც იქნებით წარმატებული. აი აქ ყველაზე კარგად შეგიძლია წარმოაჩინოთ თქვენი საუგესოებები და პრობლემები გადაწყვიტოთ მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისების გამოყენებით, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს წარმატებებთან, სამართლიანობის გზნობაც უცრად მაღალი გაქვთ აქ. და პლუს ამას გავითვალისწინოთ, რომ ქორწინებისთვისაც ისე როგორც შემოქმედებითი თქვენი ნიჭის დევნა არის გამოსწორებულად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ყველას კარგია თქვენთვის 24-29 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 27 მარტის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელს, მორიელებო ჯერ კიდევ ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, კარგი ლიდერული თვისებების წარმოჩენა, თუმცა შემდეგ უკვე თან იგრძნობთ, რომ ენერგია ნელ-ნელა ისეთი აღარ არის, როგორც იყო იქამდე. ამიტომ ამ კვირაში აცადეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულოთ
თუმცა გარკვეული ესეთი აზარტი თქვენში კიდევ არის დარჩენილი, ოღონდ ამზედ მეტ აზარტს ნუაღვებით. ამავდროულად შეგიძლიათ, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, გამოავლინოთ დემონსტრაცია მოხდეთ თქვენი ორგანიზატორული მონაცემებისას, ხო ჩვენ სპორტის სფეროშიც იქნებით ძალიან კარგი, მაგრამ ვთქვილად აზარტულ თამაშებთან და ესეთ აზარტულ გართობებთან, მათ შორის საჭესთან, რათა ეს არ გახდეს შემდგომ გარკვეული პრობლემების საწინდარი. ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ უკვე ჯანმრთელობას, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარ თავი და ძალიან ნუ გადავლით. აი, ამას მეგზეთ ყურადღება. ოს გარეგა თქვენთვის 25 მარტის დღე და ეს რიცხვი, დარვარგა 23 და 28 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება შვილდოსნებო, ძალიან კარგი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ ჯერ ერთი ერგოტონუსი მატულობს, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე ლიდერული რეზულტატების წარმოჩენა შეგიძლიათ უკეთ, უფრო დინამიური ხართ მოქმედებისას, ოპტიმიზმი მატულობს, ენთუზიაზმი, ძალიან საინტერესო იდეები შეიძლება გქონდეთ, რაც მათ შორის მეტად მიიზიდავს თქვენ და მეგობრებს, პარტნიორებს. აქ თქვენი ნიჭი უნარი შეგიძლიათ ახლებურად წარმოაჩინოთ და აუნიშნოთ ისიც, რომ საკუთარ პატივმოყვარეობასაც კი გარკვეულწილად დააკმაყოფილებთ. უფრო კომფორტულ, ასე ვთქვათ, ცხოვრების სიტუაციასაც შეიქმნით თქვენს ირგვლივ. ეს ის პერიოდი, როდესაც კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება ფრიად, სასიკეთო და წარმატებული და ამავდროულად ეს ძალიან კარგი პერიოდია სიყვარულისთვის. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები თუ გაქვთ, ამაღლებთ თუ არა გაქვთ და შეიძლება ახალი რომანტიკული კავშირების წინაშე აღმოჩნდეთ და ურთიერთგაგება თქვენსა და შვილებს შორის ერთიორად მოემატებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამხნევებს თქვენს, ასე ვთქვათ, შინაგან ხასიათს და უფრო მეტად მოგცემთ საშუალებას, რომ კიდე კარგად წარმოაჩინოთ თქვენი ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები. ყველაზე კარგია თქვენთვის 24-28 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 26 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხის რქებს, ჯერ კიდევ ერგოტონუსი მაღალია, შემდეგ კვირიდან დაიწყებს იგი შემცირებას, ამიტომ ეს კვირა გამოვიყენოთ. მათ შორის ფინანსური კუთხითაც არ არის პერიოდი ცუდი. აქ შეიძლება კარგად აკონტროლოთ ფინანსური სწორედ დინებები, როგორც სახლში, ასევე ბიზნეს სფეროში, პროფესიონალურ სფეროში. ეს პერიოდი კარგი ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისათვის. ან შეიძლება ხელშეკრულებების დასადებად, ახალი პროექტების დასაწყებად, ახალი შეიძლება საქმიანი კავშირებიც კი ჩამოყალიბდეს. მსხვილი საყიდლებისთვის, მაგათ უძრავი ქონების შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეგიძლიათ კომფორტული სიტუაცია შექმნათ თქვენ სახლში, ოჯახში, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ახლობლებთან, ნათესავებთან მიმართებაში, აი მათი თანადგომა ასევე ბევრად განაპირობებს თქვენს წინსვლად და წარმატებებს ამ კვირაში. ყველაზე კარგია თქვენთვის 27 რიცხვი მარტისა და ეს დღე და არ ვარგა 24-29 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულებო, საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ თქვენი საცოცხლო პოტენციალი უმჯობესდება, ანუ ენერგია გემართება, შრომის უნარიანობა ამასთან ერთად და მთლიანობაში პერიოდი პოზიტიურია. შანსები, პერსპექტივები საკმაოდ კარგი გაჩნდება ამ პერიოდში, თან თქვენი გავლენის სფეროები იყოფ ადამიანებზე მოიმატებს, მეტი შესაძლებლობა გექნებათ იმისა, რომ რეალიზაცია მოახდინოთ თქვენი იდეებისა, ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ასევე კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და მათი თანადგომაც იქნება კარგი და დროული და მოგზაურობის კუთხითაც კი კარგი პერიოდია. სწავლისთვის, საჭირო ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ ყველაზე კარგია თქვენთვის გავიტვალისწინოთ ამ კვირაში 24-28 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 26 მარტის დღე და ეს რიცხვის. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს, აქ საკმაოდ აქტიური ხართ, ინიციატივაც გიკავიათ საკუთარ ხელში და ამიტომ თქვენი პოპულარობა საკმაოდ იზრდება. შეგიძლიათ საკმაოდ კარგი თქვენი მონაცემები წარმოაჩინოთ, მათ შორის სპორტის სფეროში, იურიდიულ სფეროში, შემოქმედებითი კუთხით. ძალიან ღმლიანია ეს პერიოდი სასიყვარულო კონტაქტებისა და ურთიერთობებისათვის, შვილებთან ურთიერთობისათვის, მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ადრეული საქმეებიდან ან ეხანდელი დაუშვათ თუნდაც საქმიანობიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, ახალი ფინანსური წყაროები აღმოაჩინოთ, პრემიების, ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც ხელს შეუწყობს ასევე შეიძლება ახალი ინვესტიციების გაკეთებას, ახალი კაპიტალდამონდების, რაც შემდგომ ასევე იქნება ფრიად წარმატებული, ანუ
ფინანსური კუთხითაც კი პერიოდი კარგია, ამიტომ ჯერ კიდევ აქტიურად იმოქმედეთ, იმიტომ რომ შემდეგ კვირა თვალსაჩინო იქნება ცოტა უფრო რთული. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. ყველას უსურვებ წარმატებებს, ამ ინფორმაციით სწორედ გემშვიდობებით, ბომბოვალში ხვედრა.